გუშინ გვიან ჩამოვედი ქუთაისიდან, ვიყავი ბათუმში, ასევე ზუგდიდში, სადაც მქონდა მიღება პაციენტების და დღეს ვისვენებ სახლში და ხვალიდან უკვე განვაახლებ მუშაობას თბილისში. ახალი გზით უნდა წამოსულიყავით, მაგრამ მოგვინდა რომ რაღაც ესეთი განსხვავებული გვეჭამა გვშიოდა. გადავედით ძველ გზაზე და წავედით იმ ძველ რესტორნებში, გახსოვთ ალბათ ყველას, ადრე როცა იმ გზით დავდიოდით, იყო რესტორნები ზღაპარი, მალხაზი და კიდევ სხვა ესეთი ქართული საჭმელია, ასევე ევროპულიც არის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვისიამოვნე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი უფრო დიდი დრო გჭირდება, სამაგეროდ მივიღეთ დიდი სიამოვნება ამ გზაზე. რატო? პირველი ის, რომ იყო, საერთოდ არ იყო ავტომობილები, იყო ცარიელი გზები, თან მოგეხსენებათ რიკოძე როგორი ლამაზი ბუნება და ეს ყველაფერი ჩანდა და ამის ისევ დათვალიერების საშუალება ჰქონდა და ამასთანავე შევედით რესტორანში, ეხლა შევედით რესტორან ზღაპარში, იყო ძალიან გემრიელი საკვები. მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ჯანსაღი და უფრო იაფი, ვიდრე აი იმ სწრაფი კვების ობიექტებში, რომელიც არის ახალ ავტობანზე. ზესტაფონის სახაჭაპუროებსაც ჩავუარეთ, სამწუხაროდ უკვე ცოტა დარჩენილი, რადგან როგორც ჩანს, ცოტა ხავთ კლიენტი, უკვე ხალხი დადის ახალი ავტობანით. მინდა გითხრათ, რომ ისეთი გემრიელი ხაჭაპური, როგორც ზესტაფონის სახაჭაპუროებშია, მე არსად არასდროს მიჭამია. და რატომ? იმიტომ რომ იქ კეთდება ხაჭაპური ნამდვილი ყველისგან და ნამდვილი ყველის გემო მე მგონი არა მარტო მე, არამედ ბევრ ჩვენთაგანს დაავიწყდა. ამიტომ ჩემი რჩევა ან რეკომენდაცია, როდესაც მიდიხართ დასავლეთში ან მოდიხარ უკან თბილისში, აუცილებლად შეიაროთ, გაიაროთ ძველი გზით გარკვეული მონაკვეთი მაინც იმისათვის, რომ ისადილოთ არა ვთქვათ იმ სწრაფი კვების ობიექტებში, არამედ იმ ქართულ რესტორნებში, რომელთაც ეხლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან უჭირთ და ამასთანავე ხარისხი არის არაჩვეულებრივი. მე მქონდა ეჭვი, რომ ალბათ უკვე ისეთი გემრიელი არ იქნება, რადგან არ ყავთ ბევრი კლიენტი, მაგრამ არა, ისეთივე გემრიელი იყო და ამასთანავე იყო უფრო იაფი, ვიდრე აი სწრაფი კვების ობიექტებში. და ყველაფერ ამასთან ერთად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ აი თუნდაც იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და არის აი ეს რესტორნები და კვების ობიექტები.